დილამშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ ჩემო სიხარულებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თვალის ფანქარი დამავიწყდა, მაგრამ არა უშავს. აი ზემოდან, აი აქ. სულ ოდნავ, მხოლოდ ზემოდან. სულ ოდნავ ხოლმე ვისწორებ. აი ამებში მარტო. ამავიწყდა. როგორ ხართ? რაღაცნაირად კარგ ხასიათდება და მინდა რომ შენ გაწყობა მოვიტანო თქვენამდე. თქვენზეც რომ გადმოვიდეს ეს არ ვიცი, აი სიხარული შეგძნება რომ გაქვს გულში. რაღაცა რო გიხარია ძალიან. აი ეგრევა დედაჩემს ვლაპარაკე, წერა არ დამიეკა. ხო, დღეს ისეთი მეტი არაფერი არ მომხდარა. ერთი იქ იყო რომ დედაჩემს ვლაპარაკე და ბიჭებიც კი არ ამდგარან ჯერ, მარტო ვარ. აქეთ ისინი წვანან ორივენი და ავამდა რომ ეს ჩემი კარგი დადებითი განწყობა კიდე უფრო რაღაცით შევავსო. ბანანი თუ მაქვს კიდე დამიტოვეს, არ ვიცი ნახობა. ბანანი დამიტოვეს. და ძალიან იყო მწიფე და ძალიან ნახეთ უკვე გაშავდა. აი აქ როგორია. ის რა მიხარია? ჩემი საქმე მიხარია, გოგოებო. ძალიან მიყარხართ და აი ეგ მიხარია. მიხარია რომ ხედავთ. ანუ რას ნიშნავს ეს? ხედავთ ისეთ როგორიც ვარ და ჩემთან ხართ. აი ეგ მიხარია. ძალიან მიყვარს YouTube-ი. ჩემი არხი. ეხლა ერთმა მომწერა რომ ახალი ვარო და რატო ვერ ვნახულობო ძველ ვიდეოებს მინდა უკეთესად გაგიცნო და ხო ვიცი აბა არხში უნდა შევხვიდე ვიდეოებში და ხო ჩანს თქვენთან ყველასთან გოგოებო ჩემი ვიდეოები ძველი ხო ჩანს შეხვალ ჩემ არხზე ვიდეოებს დააწვევი და მთლიანად გაჩვენებს ერთი წუთით. ეს ჩემი ძველი ტელეფონი მოვიტანე. ოიცით ეკრანი რო ვარდება. მიხარია, ჩემი ტელეფონიც მიხარია. ძალიან მიყვარს. ძალიან. აი ესე ჩემ არხზე რო შეხვალ, ჩემო კარგო, ესე. აი აქ დააწვევი ვიდეოებს, ეხლა უკვე დაყენებულია ვიდეოებზე და აბსოლუტურად ყველა ვიდეოა აქ და ჩაყვები ესე ჩაყვები ეს იჭედება თვითონ რა ხდება მართლა მართლა არ ჩასველი ვიდეოები ასე შემო აი გავგიშდე ახლა ხდება
ვიდეოები რა თქმა უნდა. კი, არის გოგოებო, არის. აქ ნახეთ უახლესი აი აქ აწერია ზემოდან. ეხლა ნიკას ტელეფონით შევედით და სუნთლიანად გახსნა იქ, მაგრამ აქ ეს იაჩვენებს. მე ამას დავაწექი და ბოლო ვიდეოები პოპულარული და ყველაზე ძველი ვიდეოები. აი აქ ამას რო დააწვევით, ნახეთ ძველ ვიდეოებსაც ამოგიღრით. ნახავთ, მაგრამ ეხლა ნიკას ტელეფონით შევედი და მთლიანად გახსნა ჩემი ვიდეოები თავიდან ბოლომდე. ხო. ესეთი ამბები. როგორ მიყვარს ხო იცით ბანანი და ყავა. ძალიან ესეც მაქვს. და ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა გახიკული პური. ძალიან შემიყვარდა. სულ ხუხავ პურს ისიარჭა. ტოსტერში. დავარია. ერთ-ერთ ჯგუფში დავემატე გუშინ და ფსიქოლოგიური ჯგუფია და ადამიანები წერენ რა, გოგოები უფრო მეტად, რომ ხალისი დავკარგეთო და მე ერთმანეთს წერდნენ, რომ მეც ეგრე ვარ იქნებ და მეგობრდეთ და ესეთი ჯგუფები არის რა Facebook-ზე და დამაინტერესდა ფსიქოლოგიური ჯგუფი რომ ეწერა და დავემატე. იცით რა არის გოგოებო? ცხოვრების როცა უკვე რთული მდგომარეობა არის, უნდა შენ თავთან აღიარო, პირველ რიგში არის აღიარება. ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონი რომ საერთოდ ფსიქოლოგი სჭირდება ყველას. ყველას. და თუ უკვე რთული არის მდგომარეობა, კომპლექსური მკურნალობა არის ხოლმე საჭირო. ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და მე იქ რაღაც თერაპიებიც არის, უკვე თბილისშიც არის რა ესეთი კლინიკები, რომ მთლიანად რო გთავაზობენ, ანუ ამ ერთობლიობაში რომ იმკურნალო კომპლექსურად. და მაგრამ აი ფსიქოლოგი ადამიანს მე მგონი რომ ყველას გვჭირდება. იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობდე და რაღაც მომენტში თუ არა გაქვს ძალიან ისეთი რთული მდგომარეობა, რომ ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ და ჩემ თავს მე თვითონ დავეხმარები. მაგრამ ეს არ არის სწორი. თუ ცოტა უკვე რთულად არის მდგომარეობა, მაგრამ
აი ეგეთი სიტუაცია როცა არის ინტერესი როცა კარგა უკვე ცხოვრებისა და აღარ გიხარია ამ შემთხვევაში უნდა აღიარო შენ თავთან რომ გჭირდება სპეციალისტი და წახვიდე ალბათ ფსიქოთერაპევტთან რომ კომპლექსურად დაიწყო მკურნალობა. უბრალოდ როცა გუნება განწყობილება გაფუჭებული, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია შენ თავსაც დაეხმარო. თავი ხელში აიყვანო, გახვიდე, რაღაცა დაიწყო, რაღაცა საქმე რაც გახარებს და იმაში გამოხვან მდგომარეობიდან, მაგრამ თუ უკვე ეს ყველაფერი არ შეგიძლია, არ უნდა მიუშვა, თორე ის რთულდება. აღიარე საკუთარ თავთან, თუ ატყობ, აი მაგალითად, მე ვუყურებ ძალიან ბევრს ამ თემებზე, მაინტერესებს და ვუყურებ. თუ რაღაცნაირად შეწუხებული ხარ და ეს გრძელდება 2 კვირა და მეტი, აი რაღაცა გაწუხებს. შინაგანად რა. რაღაცა კი არ გტკივა კონკრეტული მაგალითად გული, კუჭი და ღვიძლი, კი არა, აი შფოთი გაწუხებს, რაღაცა გაწუხებს. 2 კვირაზე მეტი თუ გრძელდება და 3 კვირა და 1 თვე აუცილებლად უნდა აღიარო. შენ თავთან რომ მე მჭირდება ექიმი და წახვიდე ექიმთან. აუცილებლად, აი გოგოებო, დამიჯერეთ რა, დამიჯერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. და ფსიქოლოგი კიდე, ფსიქოლოგი ძალიან კარგია, რო გყავდეს. ძალიან კარგია. ყველას რო ყავდეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ რთული დაძაბული ცხოვრებაა. მუშინ ახლა მაგ ჯგუფში რომ დავემატე და რაღაცები წავიკითხე, იმიტომ ვლაპარაკობ ამ თემაზე დღეს ჩემ ვიდეოში. რადგან დავინახე რომ ხალხს სჭირდება ეს. ვიღაცამ უნდა გითხრას. შეიძლება საკუთარ თავთან ვერ აღიარო. ვერ გამოუტყდე. ვერც ოჯახის წევრმა შეგამჩნიოს დაუშვათ, ხო? და აი მე გეუბნებით, გოგოებო, ვინც ხართ ჩემი მაყურებლები, თუ რაღაცნაირად შეწუხებულად გრძნობ თავს, 2 კვირა, 3 კვირა, 1 თვე, აღიარე ეს რომ გჭირდება ექიმი და წადი ექიმთან. და ხშირ შემთხვევაში ყველაფერი არის ხოლმე გაკუნებადი. და ეს წამლებიც, რომლებიც ინიშნება, ეხლა უკვე ნიშნავენ ისეთ წამლებს, რომ არ იწვევს შეშვებას და დამოკიდებულებას. მაგან არ შეგაშინოთ. მე ადრე კვლევებზე რომ ვიყავი ჩიყვისა იყო ეს თუ საშვილო ამაზე ვსაუბრობ, მე რამოდენიმე ადამიანი ხოლმე, ანუ ვინც ვიცი და ვინც მწერს ხოლმე, ვაძლევ ხოლმე სტიმულს, რომ წავიდნენ ისინიც და რამოდენიმე მართლა ვიგებ ხოლმე, რომ აი მივიდა ექიმთან. და ადამიანები ხოლმე ექიმთან ხოლმე მიდიან ჩემი მაყურებლები და ამას მწერენ ხოლმე და ძალიან მიხარია ეს. რომ აი ამ კარგ საქმეში мотиваცია ვიყო. და ეხლა მინდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც
მოგცეთ мотиваცია და წაგახალისოთ, რომ თუ გძნობთ ამ შეწუხებას, წახვიდეთ ექიმთან რა. მოდი. დავიწყოთ. აქ მიდევს ეს ბანანი და. დავიწყოთ დე. ეხლა მოიცა? მოდი მათე. არაფერი ჩვენ თავებს მივაქციოთ ყურადღება. არ გამოგვეპაროს არაფერი. თორე ზოგჯერ მე უკვე არის ხოლმე რაღაც მომენტში შეიძლება დაგვიანებული და როგორც რაღაცა რო გტკივა და არ აქციო ყურადღებას ორგანიზმი რო გაგრძნობინებს და ღმერთმა დაიფაროს უცბად რომ ცუდ რაღაცაში გადაიზრდება. იგივე არის ფსიქიკა. შეიძლება ესე არ აქციოდე ყურადღებას, არ აქციოდე. ვერები ჩემ თავს და რაღაცა, მაგრამ უცბად გართულდეს მდგომარეობა. მე ვიცი ეს ყველაფერი გოგო. ვიცი. დამიჯერეთ. ვიცი ესე ხდება. ფსიქიკასაც უნდა მიხედვა, მოვლა და თუ ატყობ, ძალიან ძნელია აღიარება, კიდე ეგ ძალიან ძნელია. რომ შენ თავთან აღიარო. რომ შენ ეს გჭირდება. ვიცი გოგოებო, მე მაქვს გამოცდილება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი. და ჯგუფში მე რომ ვკითხულობდი ერთმანეთს რომ უჩევდნენ ზოგი ისეთ რჩევებს იძლევა რომ ეს ჯგუფებიც ნალიტუარი ადამიანი რო გეუბნება და წერს რომ ძალიან ცუდათა ვარ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აძაგო შენის წამლები. კი შეიძლება იწევს რადე გვერდითი მოვლენები რა თქმა უნდა ყველაზე ამას აქვს და ამ წამლებსაც აქვს, მაგრამ როცა ეს არის საჭირო და ძალიან საჭიროა, არ შეიძლება რომ გულ გაუტეხო რომ ეს წამალი არ გინდა და შენი თავი აიყვანე და ვერ აიყვან. ასე რომ ჩემო გოგოებო, არ გამოგვეპაროს არაფერი. მივხედოთ ჩვენ თავს, ჩვენ ფსიქიკას, ჩვენ ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არ ვიცი ახლა ვიღაცისთვის იქნება ეს ვიდეო ძალიან საინტერესო, ვფიქრობ ორ ადამიანსაც რომ გამოვადგეს, მე ბედნიერი ვიქნები. მიყვარხართ და დროებით.